გამარჯობათ მეგობრებო, სულ რამოდენიმე დღის წინ ჩვენ აღვნიშნეთ ქრისტეშობის დღე. დაიკვლავ გაისმა კითხვები, რამდენად მართალია ის, რომ მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ქრისტეშობის დღეს 7 იანვარს. სიმართლე გითხრათ, მე ამის შესახებ ვისაუბრე. და ბოლოს კითხვას დავტოვე. და მე მახსოვს, რომ პასუხი ვერ მივიღე და აი ახლა რაღაც კიდევ დაისვა კითხვა, თუ რამდენად მართალია ის, რომ მართლმადიდებლები 7 იანვარს აღნიშნავენ. და ამდენი ხნის განმავლობაში ეს სულ არის რა. ერთი რამ ჩანს მარტო, რომ ადამიანები ვერ ჩაწვდნენ ღრმად ამ საკითხს. და მეცაც გეტყვით. რატომ არ აქცევს ამ საკითხს ასტრონომია, ასტროლოგია, მეცნიერება რა, პაპმა თქვა, ახლა შეიძლება ბევრი რამე თქვას, მაგრამ ამის შესახებ თვითონ მეცნიერებიც რო არ იღებენ ხმას, ეგ არის საინტერესო, ხო? და მე გეტყვით ერთ რამეს. კორექტირება ნამდვილად უნდა მოხდარიყო და ის მართლაც კარგია, რას პაპმა შენიშნა, ხო? კიდევ მეორე ფაქტი, მეცნიერები უნდა გამოხმაურებოდნენ ამ ამბავს. თუ ადრე არა, ეხლა მაინც, ხო? მაგრამ ის, რაც პაპმა გააკეთა, მე მივიჩნევ, რომ უფრო არია ყველაფერი რა. და იმიტომაც არის ეს ნელი გასაგებია ეს ყველაფერი. სიმართლე გითხრათ იყო დრო, რომ მეც ვერ ვიგებდი რა რაღაცები, ამერია რა, ძველი რომელი იყო, ახალი რომელი იყო. ეს აქეთ, ის იქით. ნუ არ ვიცი რა. ხო გვესმოდა ყველას, აი ძველით ასე, ახლით ასე. რა არის ახლა კარგი, ხო? იძახე ახლა ძველით ასე, და თუ ის ძველი იყო და უკვე დაამთავრა და პაპმა რამე კორექტირება გააკეთა, მორჩა რა, იყოს მაშინ პაპის. მე პირადად მივიჩნევ, რომ მაგრათაურია უფრო. მაგრამ მე ერთ რამეს მინდა ხაზი გაუსვა. რას? რომ ის, რაც გააკეთა პაპმა იულის კალენდარის მიმართ. აი ბევრმა არის ის, რომ თვითონ იულიუსმა შეასწორა კალენდარი. აი იმ წინაპრების გაკეთებული. მანაც გააკეთა ეგეთი რამე. და შემდეგ პაპმა გააკეთა. და ჩვენ თუ იმას გავიგებთ თუ რატომ გააკეთა იულიუსმა, მივხვდებით იმასაც, რატომ აკეთებს პაპი და თუ ჩვენ კიდე უკეთეს რამეს დავინახავთ, რაც უნდა დანახულიყო, მე მგონი, რომ ეს არ იქნებოდა ცუდი, ხო? და ახლა მე შევეცდები ამ საკითხში გაგარკვიოთ და კიდე მივმართავ მეცნიერებს. მე ეს ლექციები ბოლო ხანში რაც ჩავწერე, სულ მიმართული არის მეცნიერებისკენ. ეგება თქვენს დაფიქრდეთ რა, რაზე მექნება ახლა საუბარი და თუ ახლა ველოდები ხოლმე თქვენს პასუხებს და არ არის ეს პასუხები, თქვენთვის მაინც გადახედეთ რა. სიმართლე გითხრათ, არ დავმალა მე და აი ამ საკითხზე ცოტა არ იყოს, მეც მიძნელდება საუბარი. და მიძნელდება იმიტომ კი არა, რომ ჯერ მე თვითონ ვერ შემემეცნა ეს საკითხი. ასე თუ ისე მე მაქვს ეს საკითხი შემეცნებული, მაგრამ რაღაცნაირად ძნელი გადმოსაცემია, იცით? ეხლა შევეცდები რაღაცა ისეთი კუთხე ავირჩიო. ხო და როგორმე თქვენ დაგანახოთ აი ეს რა არის აქ შეცდომაც კი ვითომ გასწორდა, მაგრამ ძალიან დიდი შეცდომას მოყვა მაგას. როგორ სახეს მივცემ იცით ლექციას, რომ აი თითქოს აი ის კადრებს წარმოვიდგენ რა მე რა როგორ შეიძლებოდა რომ მომხდარიყო. ისე სიმართლე გითხრათ, სცენარივით გამოვა რა. ვიღაცას რომ იმაზე დაჭირდეს ფილმის გადაღება, არ იქნებოდა ცუდი სცენარი, ასე გადაეღოთ, აი როგორ იცვლება კალენდარი. ერთი სიტყვით, აი დავიწყოთ ახლა რა. ხო, მე ვიძახი, რომ იულიუსის კალენდარი შეცვალა პაპმა. შესწორება შეიტანა უბრალოდ. მაგრამ კიდე გეუბნებით, რომ მანამდე თვითონ იულიუსმა შეიტანა შესწორება იმ კალენდარში, რასაც
როგორც თვითონ ხმარობდა, ასევე ხმარობდნენ მისი წინაპრები. ხო და რაღაც იულიუსმა შეიტანა, მერე შეიტანა პაპმა. რაღაც საერთო ამ შეტანებს ხომ უნდა კონდეს არა? აი ან ის რისთვის თulis? ან ეს პაპი რისთვის თulis? ერთი რამე არის გასათვალისწინებელი, აი ეს ხა ჩვენ უნდა დაშრობა გავაკეთოთ აქ და რა. რომ შექმნა კალენდარი. რა კალენდარი ფაქტურად რას იძლევა, ხო? წელს, თვეებს, დღეებს, საათებს. მაგალითად, თუ გინდა გამოსახო ერთი წელი, როგორ გამოსახო? შეუნა შეარჩიო საწყისი წერტილი ორბიტაზე, რომელზედაც მოძრაობს დედამიწა. ის წერტილი უნდა შეარჩიო. დაიმახსოვრო და როცა დედამიწა ერთ წრეს დაარტყავს და ზუსტად იმ წერტილში მოვა, იტყვი რომ გავიდა ერთი წელი. არის ახლა ეს თითქოს ერთი შეხედვით. რთული, მაგრამ ეს მთლად მასი არ არის. რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საწყისი წერტილის შერჩევას. რადგან ეს წერტილი უნდა დაკავშირებული იყოს ციურ სხეულებთან და უნდა გამოხატავდეს თუ აი ამ წერტილთან, აი ამ დროს რა კომბინაცია არის შექმნილი ცის თაღზე. ანუ რა მდგომარეობაშია სულ მინიმუმ ერთმანეთთან დედამიწა, მზე და ვარსკვლავები. და ამის დაფიქსირებით აუცილებლად უნდა შეიქმნას რუკა, რომელიც ასახავდა სულ მინიმუმ 3 ციურ სხეულს, რა მდგომარეობა აქვს ერთმანეთის მიმართ, დედამიწას, მზეს და ვარსკვლავებს. რა თქმა უნდა, იქ შეიძლება პლანეტებიც გათვალისწინებული იყოს ყველაფერი, მაგრამ აი ეს სამი აუცილებელია. ამიტომ მე თვითონ ამ სამზე ვილაპარაკებ ხოლმე. ხო და როდესაც დაიწყება უკვე სვლა დედამიწის და ის დაბრუნდება ჩვენს მიერ შერჩეულ კოორდინატში, სურათი ციური სხეულებისა, ციური სხეულების განლაგების სურათი ზუსტად ისეთივე უნდა იყოს, როგორიც შევირჩიეთ ჩვენ დაწყების წინ. ანუ საწყისი კოორდინატის შერჩევის დროს. აი მაშინ ვიტყვით, რომ ერთი სრული ბრუნვი შესრულდა. კალენდრის შესაბამისი რუქის გაკეთება, სადაც აღნიშნული იქნება საწყისი კოორდინატი და ის ციური სხეულები როგორ არის განლაგებული ამ კოორდინატის მიმართ, ეს აუცილებელია. რადგან ჩვენ მოქმედი კალენდარი ვერ დაგვეხმარება დროთა განმავლობაში ყოველთვის ვამოწმოთ ვიმყოფებით ჩვენ იმ კოორდინატში, საიდანაც დავიწყეთ ათვლა. ვერ დაგვეხმარება და თუ რა არის ეს მოქმედი კალენდარი, ყველა მიცით ხო? ეს არის ფურცლებზე დაწერილი ის რიცხვები, რომელსაც ჩვენ ხედავთ ხოლმე, ხო? და როცა მე ვხედავდი მაგალითად, ვიცოდი რომ 365 დღე იყო წელიწადში, ხო? და მე 365-ს რო ჩამოვხედი, всё, აღარაფერი აღარ იყო იქ და ესე კი ახალ წელში ვიყავით რა. მაგრამ აი ახლა ნახავთ რა მოხდება. თურმე მოხდა რა ისეთი რაღაცა რომ ეგონათ ახალ წელში იყვნენ და არ ყოფილან ახალ წელში რა. ახლა ამას გავიგებთ სწორედ. მინდა გითხრათ რომ კალენდრები ძალიან უძველესი დროიდან მოდის. და ეს კალენდრები შექმნილი არის ატლანტიდური ცივილიზაციის. რადგანაც წარღვნის მერე ისინი გამოჩნდნენ დედამიწაზე. მაშინ როცა დედამიწაზე ნახევრად ველური ადამიანები ცხოვრობდნენ, რამის ქვის ხანის და ბრინჯაოს ხანის. მათ არ შეეძლოთ ნამდვილად შეექმნათ კალენდარი. უნდა ვივარაუდოთ, რომ პირინეის ნახევარკუნძულზე ასე თქვათ, რომაელებს, ეს რომაელები შემდეგ ახდებოდნენ, ხო? ეტრუსკებმა შეუქმნეს. იმიტომ რომ რომის სახელმწიფო აუცილებლად ეტრუსკების დაარსებული იქნებოდა, აუცილებლად. ხო და როდესაც ის ცივილიზაცია კვლავ დაბრუნდა იქ, საიდანაც მოვიდნენ დედამიწაზე, მათ ეს კალენდრები
დაუტოვეს ადამიანებს და დაუტოვეს ის რუკების, რომელიც შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო იმ კალენდართან. და მე დარწმუნებული ვარ, რომ კასრად გააფრთხილებდნენ რა, რომ აი ამ რუკების შესაბამისად ეხემძღვანელად. რომ როდესაც ახალ წელს აღნიშნავდნენ და იზეიმებდნენ ყოველთვის იმ დღეს ციური სხეულები ზუსტად უნდა ყოფილიყვნენ ცისახზე ისე განლაგებული, როგორც აი იმ რუკაზე იყო აღნიშნული. ის არამდე დიდი ხნით ადრე მისი წინაბრები ამ დღეს აღნიშნავდნენ 1 სექტემბერს. ახალი წლის დადგომა მათთვის იყო ის დღე, როცა იყო 1 სექტემბერი. აი ისტორიულად ჩანს, რომ მოხდა რაღაც და რა. გავიდა რა დიდი ხანი და უკვე იმპერატორი ხდება იულიუსი. იულიუსი აკეთებს იმას, რაც მანამდე უნდა გაეკეთებინათ რამდენიმე ასეული და ათასეული წლის იქით მის წინაპრებს. მაგრამ ბევრს გონია, რომ ეს არის იულიუსის კალენდარი და თითქოს იულიუსმა შეადგინა ეს კალენდარი. არავითარი იულიუსი არ შეუდგენია ეს კალენდარი, საიდან უნდა შეადგინა, რა ახლა ცოდნა სათქონდა მაგას რა. ციური სხეულების იმის ამის ხო? მაგრამ მან და მისმა წინაპრებმა იცოდნენ, რომ არ უნდა დარღვეულიყო წესი. ყოველთვის უნდა აღნიშნულიყო იმ დღეს ახალი წელი, ესე ვთქვა, დღესასწაული, რაც რუკაზე იყო გამოსახული ციური სხეულების მიერ. ანუ აი კარგად რომ გაიგოთ რამიდაც იცი გითხრათ, აი ციური სხეულები არის გამოსახული რომელიღაც რუკაზე, რომელიც შეესაბამება კალენდარს, ხო? აი შენ თუ გაგონებოდა რომ აი ახლა ეს დღე დადგა, ან უნდა ვიზეიმოთ, არა? რიცხობრივად შეიძლება დადგა მართლა. აი მოქმედი კალენდრის მიხედვით დადგა, მაგრამ შენ მაინც უნდა გადაგემოწმებინა. ანუ როგორ? ეხლა მისმინეთ ნახეთ რა კარგად. მაშინ ტელესკოპები სად იყო, მაგრამ ასწავლეს, როგორ უნდა გადაგემოწმებინა. გარიჟრაზე, დილით ადრე გარიჟრაზე უნდა გასულიყავი, სანამ მზია მოიწვერებოდა. ჯერ კიდე ღამე იყო. და ეხლა იცოდი ხო, მზე სად ამოდის ხო, აღმოსავლეთიდან რომელიღაც წერტილში ამოდის ხო? ჩვენ ხო ვიცით რომ ეს ამოსვლა იცვლება. მზე ყოველთვის ერთი და იგივე ადგილას არ ამოდის. აი აქ არის თელი თავი დამარხული. მაგრამ შენ უნდა გასულიყავი. აი ხო გონია რომ აი ახლა 1 სექტემბერია და ახლა უნდა დღესასწაულო. ხო და ინებე და გადი და მაინც გადაამოწმე რა. და უნდა გასულიყო გარიჟრაზე. და გაეხედა ცისთაღზე. ვიდრე მზე ამოვა ვარსკვლავები ჩანს ყოველთვის, კარგი მოწმენდელიც უნდა იყოს რა. ჩანს უშენივრად რა. ხო და როცა მზე დაიწყებდა ამოწვერას, უნდა შეგეხედა იმ მზისთვის, ადგას თუ არა გვირგვინად ის ვარსკვლავები, რაც ოდესღაც რომ გატეს და გააკეთეს ეს რუკა ეტრუსკებმა. ხო და რო გახვიდოდი და დაინახავდი რომ აი რაც რუკაზეა ზუსტად ისეა განლაგებული დედამიწა მზე და ის ვარსკვლავები ერთმანეთს როცა ემთხოვიან ესე ზუსტად სხვა არაფერი არ არის საჭირო, უნდა ის დღესასწაულოთ რა. ხო და აი ერთხელაც დადგა ისეთი დრო და ეს დრო უკვე დიდი ხანია დამდგარია, არ ივარგეს უბრალოდ იმ წინაპრების ასტრონომებმა. ასე ვთქვათ ვარსკვლავური სხეულები, აინემ არ ივარგეს რა. არა მოწმებდნენ ეთყობა რა. მაგრამ აი იულისის დროს ის თვითონ ნიჭიერი ადამიანი იყო მართლა და ნიჭიერი ადამიანი ყოველთვის ნიჭიერ ადამიანებს ცდილობს რომ მოიზიდოს და გვერდზე ყავდეს ხო? და ამემ აღმოჩინეს ეთყობა რაღაცა რუკა რა სურათი არის ცაზე აი როდესაც ესენი 1 სექტემბერს ახალ წელს აღნიშნავენ. ეს ნახეს. და ეთყობა მათ გადაამოწმეს ეს. ანუ სანამ დადგებოდა ახალი წელი, რამოდენიმე დღით ადრე გავიდნენ
და სურათი ძალიან დიდი განსხვავება ხო არ იქნებოდა და გავიდნენ გარიჟრაზე ზუსტად ის გააკეთეს რაც უნდა გაეკეთებინათ მზის ამოსვლილო უნდა შეეხედათ და ზუსტად ისეთი მდგომარეობა უნდა ყოფილიყო დედამიწის მზისა და აი ვარსკვლავების როგორც ხატია რუქაზე ხო და რო გადაამოსმეს აუცილებლად ეგრე იქნებოდა არ დაემთხვა და სასტიკად არ დაემთხვა საერთოდ ასდენილი იყო რა და მოვიდნენ კეისართა და ავწდითო რეალურ სიტუაციასო და აუხსნეს და კეისარის დამსახურება ის არის რომ ძალიან ნიჭიერი კაცი იყო და ეგრევე გაიგო რომ მოუყვე რა ხდება და რაშია საქმე მიხვდა რაზე იყო ლაპარაკი და მაგან просто უბრალოდ ბრძანა რამე კი არ გაუკეთებია რომ საჩქაროდ მოენახათ ის მდგომარეობა როდის იქნებოდა რაც კალენდრის შესაბამის რუქაზე იყო გაკეთებული ანუ ციურის ხორცი ასეთი განგება როდის მოხდებოდა და თვითონ ჯერ მაშინ არ შეწოდინებოდა რატო დაირღვა აი ეს მონახეს და აღმოჩნდა ესეთი მდგომარეობა განა სადმე ახლო სექტემბერში არამედ იმ თვეში რომელსაც ქვია იანვარი დასწრებული ხარ იქ რომელიღაცა რიცხვი იქნებოდა ხა პირდაპირ პირველი ხوار იქნებოდა რა 30 დღე არ არის 31 იანვარში ხო და ის რა მნიშვნელობა აქვს და ის რომელიღაც დღეს მოხდებოდა რა მაგრამ მაგას უკვე აღარ ხონდა მნიშვნელობა თავარი იყო ჯერ უნდა ყოფილიყო იანვარი და მერე სადაც მოხდა იმ მაგალითად 20-ში მოხდა ხო არა იმასაც წაშილდნენ და 20-ის ადგილას პირველს დაწერდნენ ანუ 1 იანვარს დაიწყებდნენ უკვე ესენი დროის სათვლას და უკვე გასწორდებოდა ის კალენდარი რომელსაც თვითონ იულიუსი ხმარობდა ეს გასწორა როცა ქრისტეს შობამდე დარჩენილიყო 50 წელი ანუ ძველი წელთაღრიცხვის 50 წელში გაასწორა რა და ეხლა მე პირდაპირ გეტყვით და ესია რა უკვე დადგენილია ეს და მაგას გეტყვით რა ხდება გასწორებდა თუ არა იულიუსი ამ კალენდარს აი იმ დღიდან დაწყებული თუ დაავალებდა ვინმეს რომ აი სულ ყოველთვის სანამ ვიზეიმებთ შეამოწმეთ რა ხდება ვარსკვლავ სისტემაში და ალბათ ეხლა მაგას ბრძანებას რომ გასცემდა ეხლა მაგას არ გააკეთებდნენ და წარმოგიდგენიათ დამთავრდებოდა ძველი წელთაღრიცხვა რომ გავიდოდა 50 წელი ყოველ წელს უყურებენ აკეთებენ ამას და ერთი მისხალი გადახრა არ არის რა წარმოგიდგენიათ მართლა დაიღლებოდნენ ადამიანები და ჩავთვლიდნენ რა მართლა ადამიანები რომ არ იცვლება და ეხლა ზალაც ხوار შევცვლით ჩვენ არა და მიატოვებდნენ ხო 50 წელიწადი რო ერთი და იგივე ადგილას აკაკუნო მიატოვებ ერთხელ და სამუდამ და არ გამოდის არ იღება და იტყვი რა და всё ხო და თურმე 50-ის დროს თურმე 100 დარკვნა უნდა და მე იღება საიდან ის ეხლა ეგშე ხო მეცას გეტყვით გააგზელებდნენ 60 წელი 70 წელი და აი ვერც ერთი ისეთ ცნობილებას ვერ დაინახავდა რომ რაღაცა ეთქვა რაღაც ხდება და მიატოვებ მაგრამ და რა და ეხლა პირდაპირ გეტყვით რა ცვლილებები იმ დღესვე მიდის მაგრამ იმდენად მცირეა იმდენად შეუმშორებელია თანამედროვე მეცნიერებასაც არ შეუძლია თანამედროვე ტექნოლოგიით აღმოაჩინოს მაგრამ როცა დრო ძალიან დიდი გადის მერე უკვე აღმოჩენა შესაძლებელია ეხლა რატო ვიძახი იცით იულიუსმა რომ უკვე გაასწორა ის კალენდარი აი მაქედან ხო 50 წელი წელთაღრიცხვამდე ეს 50 მერე ხო 50 მოვიდა და ახალი წელთაღრიცხვით ეხლა 100 წელია კიდე უნდა დაუმატო იმას წელს 28 წელი ანუ 128 წელი და აი მერე ნახავთ ცნობილება ერთი დღით იქნება წარმოგიდგენთ 128 წელიწადი უნდა გავიდეს რომ მოხდეს ცვლილება ციურ კალენდარსა და მოქმედ კალენდარს შორის. რაც კი როცა ივლისმა გაასწორა იქიდან 128 წლის მერე უკვე კალენდარი გასასწორებელი უნდა ყოფილიყო. რინ გაასწორა და ვინ იცოდა რა ხდებოდა რა. წარმოგიდგენთ იმის შემდეგ 1500 წელი გავიდა ხო? ეხლა თქვენ თვითონ გადათვალეთ აი
თუ აი ესე ავიღოთ და თუ 100 წელიწადში ერთი დღე არის 1000 წელიწადში 10 დღე იქნება ხო? ნუ რაღაცი 28 წელია და რაღაცები ერთი სიტყვით პაპმა გრიგორემ შეამჩნია ესა უკვე გასასწორებელი იყო 12 დღე. ეხლა უკვე პაპი გრიგორი აკეთებს მაგას ის რაც გააკეთა იულიუსმა. რა მინდა მე გითხრათ რა რომ კი ეცადა მაგრამ ძალიან ცუდად ეცადა. ის აკეთებს ესეთ რამეს. იღებს ამ 1 იანვარს და იულიუსისაგან განსხვავებით რომელმაც გაითვალისწინა იური სხეულების მდგომარეობა პაპი ამას არ აკეთებს. არ ითვალისწინებს. არც იცის რომ უნდა გაითვალისწინოს. უბრალოდ იღებს ამ 1 იანვარს და გადააქვს 19 დეკემბერში. წერტილში სადაც 12 დღის წინ იყო დედამიწა და 19 დეკემბერი რომელიც იულიუსის კალენდრით იყო გახადა 1 იანვარი და ამით რომ დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა რაც არ უნდა საკვირველი იყოს ვერ შეამჩნიეს 500 წლის განმავლობაში. წარმოგიდგენიათ ვერ სამღვდელოება ვერც მეცნიერებმა თანამედროვე მეცნიერებას კი და ეხლა რაში არის ეს შეცდომა და რამდენად არასწორი ეხლა მე ამას თქვენ დაგანახებთ. და როცა გავიდა 128 წელი და ჩვენ მაინც აღვნიშნეთ ახალი წელი ხო? ჩვენ უკვე არასწორად აღვნიშნეთ ახალი წელი. მოქმედმა კალენდარმა შეგვაცდინა. მოქმედი კალენდარი ხო გითხარით რაც არის ხო? წელიწადში რამდენი დღე არის ხო? და ის რომ თავდებოდა მაშინ აღვნიშნავდით ახალ წელს. აი დავიწყებდით ჩამოხვედით 1 იანვარს ჩამოხვედით 2 იანვარს და წავიდა და რომ ჩამოხვედით 31 დეკემბერს всё დამთავრდა ეს წელი რა. აი მანდ არის შეცდომა. ცნობილება უკვე ერთი დღე. ჩვენ კი აღნიშნავთ ახალ წელს, მაგრამ უკვე არასწორად აღნიშნავს. იმდენად ცირია მაინც ეს. იმდენად ცირია რომ გრძელდებოდა ეს საქმე. მაგრამ კიდე გეუბნებით, ერთი დღით უკვე აგვიანებს დედამიწა მოსვლას. ფაქტიურად ჩვენ ვღალატობს მოქმედი კალენდარი. ჩვენ მოქმედ კალენდარს არ ვცვლით. ჩვენ ახალ წელს აღნიშნავდით და მივიჩნევდით იმ დღეს როცა მთავრდებოდა მოქმედი კალენდრის ფურცლები. აი მაშინ მივიჩნევდით რომ დადგა ახალი წელი და ამას ვაკეთებდით მაშინაც როცა უკვე სხვაობა იყო 12 დღე. მთავრდებოდა მაგ დროსაც მოქმედი კალენდრის ფურცლები და აღნიშნავდით ახალ წელს და ვერც კი ვამჩნევდით იმას რომ კიდე 12 დღე უნდა გასულიყო რომ ზუსტად აგვეღნიშნა ის ახალი წელი. რადგან ახალი წელია ის, როცა ორბიტაზე მოძრავი დედამიწა დაამთავრეს ერთ სრულ წრეს და არა იმ ფურცლების დამთავრება, რომელიც არსებობენ მოქმედ კალენდარში. ხო და პაპმას მიიჩნია რომ რადგან დედამიწა აგვიანებს 12 დღეო, ჩვენ ახალი წელი უნდა აღვნიშნოთ იმ წერტილში იულიუსის კალენდრის მიხედვით, სადაც დედამიწა უკვე იყო 12 დღით ადრეო. მიხვდით ხო რასაც გეუბნებით და მოაკლო 31 დღეს 12 დღე და გამოვიდა 19 რიცხვი იულიუსის კალენდრის მიხედვით და მიშალ-მოშალა იქაურობა და სადაც იულიუსის 19 დეკემბერი იყო, იქ დასვა 1 იანვარი. და ერთი შეხედვით ყველამ დაინახა რომ არაფერი გასაკვირი არ არის. როცა პაპი აკეთებს კორექტირებას კალენდრის, ის ისე არ აკეთებს კორექტირებას, როგორც გააკეთა იულიუსმა. ანუ არ ითვალისწინებს იმას, რომ ყოველთვის ახალი წელი უნდა ყოფილიყო აღნიშნული მხოლოდ და მხოლოდ იმ დღეს, რომელ დღესაც ციური სხეულები იქნებოდნენ ლაგებული ისე, როგორც მათ მიერ შექმნილ რუკებზე იყო აღნიშნული. ანუ ერთ ვერტიკალზე უნდა ყოფილიყო დედამიწა, მზე და აი ის ვარსკვლავები, რომელიც იმ რუკაზე იყო გამოსახული. როცა პაპმა გააკეთა მსგავსი რამ, ანუ 1 იანვრის წერტილი გადაიტანა იულიუს კალენდარში
19 დეკემბრის ადგილას ფაქტიურად მაშინ ჩვენ მივიღეთ ორი კალენდარი იულიუსის და პაპის. პაპის კალენდრის მიხედვით ყოველთვის დაცული იქნება ის რომ წელიწადში იქნება ყოველთვის 365 დღე. და მე მგონი ხვდებით ხო? პაპმა რატო გადაიტანა იქით აბა? იმიტომ გადაიტანა რომ 12 დღე რომ დალოდინებოდა, მაშინ როცა 12 დღის მერე მოვიდოდა დედამიწა და ერთ ხაზზე გასწორდებოდა დედამიწა, მზე და ვარსკვლავები, გამოვიდოდა რომ წელიწადში ყოფილა 365 დღე კი არა, 365 კი არა, 377 დღე. ნუ 12 დღე დავუმატეთ რა 365-ს, ხო? ეგ აიცილა თავიდან. და სწორედ მაგ არის შეცდომა. მე მაინტერესებს მეცნიერები რატომ არ იზახიან ამის შესახებ, ასხები რატომ არ უყურებენ, აი მე მართლა არ ვიცი, აი არ წარმომიდგენია რა. თუ რაღაცა ისეთი არსებობს, რომ მე ახლა არასწორად ვსაუბრობ, აი ძალიან გამეხარდება კიდევაც რა, მე ვერ ვხედავს სხვა რაღაცას და რას ვერ ვხედავ, ვიცით? რომ ვითომ ვინა თქვა, რომ წელიწადში 365 დღე უნდა იყოს, მანდა მაინც 365 წელიწადში მანდა მაინც მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც კორექტირებები იქნება გაკეთებული. და კორექტირების კეთების დროს ჩვენ შორდებით და შორდებით იმ წერტილს, რას წინაპრებმა რუკებით შექმნეს და გვითხრეს, რომ თქვენ ახალი წელი აი ამ დღეს უნდა აღნიშნოთ. ის ახლა 1 იანვარი იქნება თუ 1 თებერვალი თუ 1 მაისი მაგათვის არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ იმ დროს, იგივეს ვიმეორებ ახლა მე, იმ დროს აი ესე უნდა იყვნენ განრაგებული ციური სხეულები, დედამიწა, მზე და ვარსკვლავი და მაშინ გითხარით მე რომ შეიძლება პლანეტებზე იქნება კიდევაც, მაგრამ ახლა მე არ ვიცი რა, მაგდეს საწახვარ ხო? მაგრამ ეს მაინც უნდა იყოს დასული. დედამიწა, მზე და ვარსკვლავები. აი მაგ დროს აღნიშნეთო. ხო და ეს პაპმა არ იცის ხო, რომ აუცილებელია ეს რაღაცისთვის. რომელიც მართლა არ ვიცით, არც მე არ ვიცი. მე კი რაღაცას ხვდები, სიმართლე გითხრა და მართლა მუშაობა უნდა და აწი ალბათ მომიწევს რაღაც ისეთი რაღაცების გაკეთება, ეგ რატომ არის მანდა მაინც რომ ისინი ითხოვენ, რომ აი ეს დღე არის ახალი წელი, აი ესეთი მდგომარეობა არის ახალი წელი. ის ეხლა 365-ით იქნება თუ 375-ით არ აინტერესებს მაგათ. ხო და კიდევ ვიმეორებ და მეცნიერებსაც ვეუბნები. ვიტყვა მაგალითად რა, რომ დედამიწა როცა მოძრაობს ორბიტაზე და ერთ სრულ წრეს აკეთებს, ყოველთვის გადის 365 დღე. აი მე მაინტერესებს, იცით? აი ვიტყვა ხო? მე გეტყვით, არ არის 365 დღე ყოველთვის. და დღეს რო 365 ფურცელი გვაქვს, მოქმედ კალენდარზე და ჩამოვხებთ და რომ დამთავრდება და აღნიშნავთ მეორე დღეს უკვე ახალ წელს, ეგ სულან ნიშნავს, რომ 365 დღეა. ზუსტად რომ პაპის კორექციის გამო რომ იქით აცოცებს ახალი წლის წერტილს, ეგ მართლა ტოვებს უკვე 365 დღეს. იმიტომ გადაწია რომ ის რას ეძახის, იცით, რომ ერთი სრული წრე უკვე დამთავრდაო. იმიტომ რომ დალოდებოდა, კიდე გეუბნებით, როცა მოვიდოდა დედამიწა იმ წერტილთან 375 დღე იქნებოდა გასული. ამას გადაწია იგი 12-ის იქი და ჩვენ ვაიმეს არასწორად ვიმაშობითო რა. რომ უკვე ახალი წელი დადგა და გაიარა კიდევაც ახალი წელი, უკვე შეიკრა მაშინ ერთი სრული წრეო რა. და არაფერიც არ შეკრულა. აი მას არ ითვალისწინებს არავინ რომ და მე მაინტერესებს მართლა რა, რატომ 365 დღე? კიდე გეუბნებით, რომ დალოდინებოდა პაპი და 12 დღის მერე მოსულიყო დედამიწა იმ ადგილას, სადაც ის სურათი შეიქმნებოდა, 377 დღე იქნებოდა გასული. ნუ 12 დღე ხო არის აცდენილი რა. და მივუმატეთ ახლა რა 65, 12 და 377 დღე იქნებოდა რა. და ეს ამას არც მიაქციეს ყურადღება რა.
ეხლა მე მინდა მეცნიერების საყურადღებო თუ თქვა ერთი რამ რა. იმიტომ რომ მეცნიერება იგიციან და ეხლა რიგითმა ადამიანებმა კი არა ზოგი მეცნიერებმაც არ იცის იმას ეხლა მე რასაც ვთქვი ისი არის ეს საკითხი მიგდებული რა. აი ახლა ნახეთ რა თქვენ იცით რომ მექანიკა რომელიც შექმნა ნიუტონმა ნუ ეს იყო რაღაცა ფანტასტიკა რა რომელსაც აი ყველაფერი აღწერა ისე აი მექანიკური მოძრაობა ნუ ეგეთი რამე არავის არ გაუკეთებია რაც კაცმა გააკეთა რა მეცნიერება იმ დროს ნიუტონის მექანიკა მიუყენეს ციურ სხეულებს და სწავლობდნენ ეხლა როგორ და რაფერ ხო აი ეხლა გეტყვით რის თქმა მინდა აი რა არის მექანიკის ძირითადი ამოცანა აი ტელესკოპით შენ აფიქსირებ მაგალითად რომელიმე პლანეტას სისხლზე რა კოორდინატში იმყოფება აი ჩაიხედე ტელესკოპში და დაინახე მაგალითად მარსი ხო და აფიქსირე ეხლა ეს კოორდინატები ამის გაკეთება არაფერი ისეთერა თვითონ ტელესკოპს უკან ედიტონი დაიჭერს მაგიმებს და აყენებს რა ხო და ეხლა თქვენ უნდა გამოთვალოთ დრო აი გაქვთ ესეთი ამოცანა ეგ არის მექანიკის ძირითადი ამოცანა რომ იპოვრო მოძრავი სხეულების მდებარეობა დროის ნებისმიერ მომენტში რა ხო და როდესაც აკვირდები შენ მაგას არა ეხლა იპოვნე დრო როდის მოვა კიდე ამ ადგილას მარსი გამოთვლი ასეთ რაღაცებს და მიიღებ რისკს მაგალითად 13 თვის 13 დღის და 12 საათის და 13 წამის და აი წამამდე ჩადით უკვე და აი ამ დროს მოვა. აი მაგის მერე რამდენიც არ უნდა უყურო თქვენ იმაში ტელესკოპში მარს ვერ დაინახოთ, მაგრამ გავა თუ არა. აი ეგ დრო რა თქვენ გამოთვალეთ ის ზუსტად იმ დროში მოვა იქ ერთ პატარა ციცქარს არ დააგვიანებს რა. აი პატარას. და ყველა პლანეტა ეგრეა. მიუხედავად იმისა რომ აი ესე შექმნა ნიუტონმა მექანიკა, აი უტყუარი რამე არის ერთი პლანეტა მაინც განუდგა ნიუტონს. და ეს პლანეტა არის მერკური. მერკური ყოველი ერთი ბრუნის შემდეგ არ ბრუნდებოდა ზუსტად იმ წერტილში, საიდანაც იწყებდა იგი მოძრაობას. ასდება იმ წერტილს და სხვა პეტრიაზე, აი პეტრია როგორ არის ქალგოებაზე. სხვა ორბიტაზე გადადის რა, ანუ ეს მე შემდეგ კიდე მოვა, შემდეგ კიდე სხვა ორბიტაზე გადადის. აი პეტრია რა ვთქვათ რა. ხო, გადადის სხვაზე და ეხლა რასაც მე გეუბნებით, გადადის ისე რომ დორეთ გადადის, ალბათ ახლა ის სხვა აჩქარებით ხო არ გადავა, ძალიან დორეთ გადადის. აი ესეთი გადასვლა, რასაც ერთი სიტყვით მერკური აკეთებს, რასაც უყურებენ. ნამდვილად არ არის ამის გაგება რთული. მერკური მოძრაობს არამთლიანად წრეზე და კი არ მიდის და ისე მინატრიზე კი არ მოდის. მერკური მოძრაობს სპირალზე. ხო და აი მიგვიქ სწორედ ეხლა მეცნიერებისგან რა თქვენ არ გაგიკვირდებათ? რატომ არ დაუშვეს მეცნიერება ბუნების ერთიანი კანონი რომ თუ მერკური სპირალზე მოძრაობს, მაშინ ყველა პლანეტები სპირალზე მოძრაობდნენ და გეტყვიან ალბათ რა. რომ არა ვაკვირდებოდით და ესეთი რამე ვერ დაინახეთ. მართალი ხარ ბატონო ვერ დაინახავდით, ვერა. იმიტომ რომ 100 წელი უნდა უყურო რომ ცდომილება დაინახო და იმასაც რა ახლა ვერ უყურებთ ერთი დღით და ეს რო გადაანაწილო 12 თვეზე ეს ერთი დღე მართლა ვერ დაინახავ მაგას რა. კი ბატონო, მაგრამ ასია თუ ისე აი ეგ არის რომ უყავს თელ მეცნიერებას ბევრ საკითხში რომ ერთიანი სურათიდან არ უნდა გახვიდე. მოხდა ერთში, ეგრე გამოავლინა თავი. თქვი რა შედაროცვილო რომ მე ვერ ხედავ. აუცილებლად სხვა პლანეტების სპირალზე უნდა მოძრაობდნენ რა. ანუ არც ერთი არ უნდა მოდიოდეს იმ წერტილში და. ახლა ვერ ხედავ, აი არ არის გამართლება ეგ ფიზიკოსებმა ხელის გულით იციან, მაგრამ ზოგჯერ იციან, ზოგჯერ არ იციან. აი ეგ არის ხომ რა საინტერესო. ახლა შენ რო თითი მიადო ახლა კედელს. ძალიან დაინახავ ახლა შენი კედელი გაიჭრე შეიჭრდა, მიადე აბა ერთი თითი ბეტონის კედელს. просто ეხლა რომ მეცნიერი იტყვის რომ კედლიდან დრეკადობის ძალა არ არის აღზრული, აბა ბურთს რო კედელზე მიარტყავ. ძალიან ხედავ ეხლა რომ კედელი შეიკუმშა, მაგრამ თუ ის კედელი არ იკუმშება, არა, მაშინ რეაქციის ძალა, დრეკადობის ძალა როგორ აღიძურება ის რომ უკან ისვრის მე ბურთს. ის კი აღიძურება, არა, მე ვერ ხედავ. ჩვენ ხედვაზეა ეგრე, არ ხედავ მაინც უნდა ეთქვა სპირალი. ეხლა ერთ პატარა რაღაცას გეტყვი და მიხვდებით ერთ რამეს. არის ისეთი ადგილები მართლა ძნელია თქვა, მაგრამ უნდა თქვა მეტი გზა რო არ არის რა. აი ყველა მიცით თქვენ რომ
და მეცნიერებმა ხო იციან ხო? პლანეტების მოძრაობა ორბიტებზე ეს არის ინერციული მოძრაობა. ანუ მოძრაობა ყოველთვის მუდმივი სიჩქარით რა. რადგანაც ძალები მან ყველაფერი კომპენსირებულია. აი წარმოიდგინეთ, თბილისიდან გორამდე არის 100 კილომეტრი. და მანქანა მოძრაობს 100 კილომეტრი/საათის სიჩქარით. ხო? ეს მანქანა თბილისიდან რო გამოდა გორში ჩავა 1 საათი ჩავა, ხო? ეგრე არის, აბა სხვანაირად როგორ იქნება 100 კილომეტრი/საათის სიჩქარე აქვს და იმ სიჩქარეს თუ არ შევსრულს 1 საათი ჩავა, თუ 100 კილომეტრია თბილისსა და გორს შორის. და ასე იქნება სამყაროს დასასრულამდე თუ ეს ყველაფერი რაღაცა მან არ შეიცვალა რა. ოდა ერთხელაც რომ გაზომავ შედალოცვილო და დაინახავ რომ 20 წუთით დააგვიანა და საათში კი არა საათი და 20 წუთში ჩავიდა. ეხლა უნდა თქვა რატომ დააგვიანა. მე მაგალითად თუ მეტყოდე რატომ დააგვიანა, არც ვასიებდი, არც ვაცხელებდი. კი ვიცი, საშინელად თქვა მე არა, მაგრამ აი მე ვიტყოდი ეგრევე რა, რომ ვიღაცა მოკიდა ამ ტრასას ხელი თბილისი გორი და გააწელა რა. აი ვიტყოდი მე. არ ეხლა რა არის სასწრაფო ეხლა ეგა ხო? და ბაბა რა ვთქვა, კარგი, არ ვიტყვი რა, რა ვთქვა, აბა მართლა ჩადის უკვე საათსა და 20 წუთში. აგვიანებს. ამის გარდა შენს ფილმ თანაბარი მოძრაობის დროს ვერაფერს ვერ იტყვი რა. რაც არ უნდა მოიგონო რომ ტრასა გაიწერა. აბა სიჩქარე არ შეუსწრია ამას და რაღაცი აგვიანებს მაშინ. ხო და დავიტანოთ ეხლა რა ჩვენს რა. თქვათ რა იქნება რომ ასე რა შედალოცვილო პაპო, კითხვა. ხომ ხედავ აგვიანებს არა თუ 12 დღე. ძნელი იყო იმის დასმა კითხვა, მართლა მაინტერესებს, იცი როგორ მაინტერესებს მართლა ეს ერთი ეგრე ეს რატო ხდება რა. რომ 12 დღე აგვიანებს არა. პასუხი იმას გაეცი ის რატო აგვიანებს, რა ამას მიათრევ იქითკენ ამ ათვისერტის რომელიც არაფრით არ შეიძლება რომ შეცვალო. რადგან ხდება რაღაცასთან დესინქრონიზაცია. აი ეს უნდა იყოს ფიქსირებული. აი როცა არ უნდა გაიხედო ცის თაღზე იმ დღეს, აი როცა მთავრდება ერთი ციკლი, წლიურ ციკლზე მაქვს ლაბარაკი, შუა ისეთ სურათი უნდა იყოს რა. დედამიწა მზე და ის ვარსკვლავები რა. ის არ უნდა იცვლებოდეს. მერე რა რომ ერთი შეხედვით ისე ჩანს რომ უნდა მოგვიწიოს ცვლილება და არ უნდა შევცვალოთ მაინც. და ეს როგორ გაკეთეს ეხლა მაგას გეტყვით სულ უბრალოდ რა. უბრალოდ ეხლა მე მინდა დაგანახოთ რომ გაეცი რა ამ კითხვას პასუხი რა. 12 დღეს რო აგვიანებს და რატომ აგვიანებს? სადმე დაამუხრჩა დედამიწამ თუ პატრონმა გააჩერა თუ რა? ალბათ ზოგიერთებით სიტყვის ხო? კი მაგრამ როცა ხედავს პაპიო რომ 12 დღე აგვიანებსო. კაი პაპს რაღა უნდა ეხნაო? სწორედ აქ ხდება ძალიან ცუდი შეცდომა. რომელსაც ეხლა მე თქვენ დაგანახებთ და ეს შეცდომა აღარ უნდა მოხდეს. გან არ უნდა იფიქრა პაპს, როდესაც ხომ მან აღნიშნავდა ნახატეს და მან თავდებოდა ერთი სრული წრე დედამიწის. ეხლა რომ გადააქვს, რატო არ ფიქრობს იმას, რომ სრული წრე არ დამთავრებულა ჯერ. სრული წრე დამთავრდებოდა მაშინ, როდესაც დედამიწა 1 იანვარს მოვიდოდა იულიუსის კალენდრით. ანუ უნდა გალოდებოდა დედამიწის მოსვლას. რადგან ერთი სრული წრე ხომ უნდა დამთავრდეს. ალბათ მაშინ იტყოდნენ და სიმართლესაც იტყოდნენ, რომ თუ მოვიდოდა დედამიწა 12 დღის დაგვიანებით, მაშინ წელიწადში 365 დღე კი აღარ გამოდიოდა. გამოდიოდა 367 დღე და აი ეს იქნებოდა მართალი. ყოფილიყო რა. ხო ფაქტია. თუ დააგვიანებდა 12 დღეს, ხო გამოვიდოდა 367. გამოდის ესე და გამოსულიყო რა. ვინ თქვა რომ მანდა მაინც წელიწადი 365 დღით უნდა იყოს. ყველა რა ვთქვი, მერკურის 60 მეთქი, სპირალზე დადის მეთქი. ყველაფერი სპირალზე დადის. და სპირალზე თუ დადის ის სპირალი რო გაფართოვდება რა, ახალი ამბავია. სპირალზე არ დადის, წრეწირი როგორ გაფართოვდება, მაინტერესებს რა.
ესე იგი მიდის არ მოდის იმ წერტილში და ცირდება ნელ-ნელა ხო ამ წერტილს რა. ხო და ეს ორბიტა გაიზრდება სპირალზე რო დადის. და თუ გაიზრდება ორბიტა დააგვიანებს, მაგრამ ახლა კარგად მომისმინეთ. ერთხელ და სამუდამოდ ეს უნდა დავიმახსოვროთ. და აი სულ ასე უნდა იქცეოდეს კაცობრიობა. ადრეც ესე უნდა გაეკეთებინათ აუცილებლად და რა. ჩვენ ფიქსირებული უნდა გავხადოთ იულიუსის კალენდარი. ანუ ყოველთვის ჩვენთვის, როცა აღნიშნავთ ახალ წელს, ასე ვთქვათ, 1 იანვარს, ჩვენ ყოველთვის უნდა აღნიშნავდეთ იმ მომენტს, როდესაც ციური სხეულები ისე იქნებიან განლაგებული, რომელსაც უკვე რამდენჯერ ვიძახი რა. ანუ დედამიწა მზე და ის ამავე მზის თავზე არსებული ვარსკვლავები აი ერთ სინქრონიზაციაში უნდა იყოს, ერთ ვერტიკალზე უნდა იყოს. აი ეს უნდა იყოს ჩვენი ამოსავალი. მაგრამ ახლა ეხლა ბევრი იტყვის, ხო? კი ბატონო, კაია, მაგრამ თუ თვითონ რო ცოცავს, ჩვენ როგორ გავაკეთოთ ახლა? ხელით გავაჩეროთ პლანეტები თუ რა უნდა ვქნათ? არაფერი ხელით გაჩერება პლანეტებს არ ჭირდებათ, არაფერი. უბრალოდ აღარ უნდა ვაცოცოთ 1 იანვრის სურათი. იულიუსის კალენდრის მიხედვით. არ უნდა გადავიტანოთ. იმიტომ რომ როდესაც პაპს კიდევ ვიმეორებ გადააქვს, ის ფაქტიურად იცავს 365 დღეს წელიწადში. და თქვენ დალოცულობ აგერ არ ხედავთ რომ ორბიტები იზრდება, ორბიტები თუ იზრდება, რაღა დროს 365 დღეა. მას არის სწორედ ეგ მიკვირს ამ მეცნიერების და ასტრონომების და ასტროლოგების რა. როცა ფაქტად რჩება ხო? დააგვიანა რა 12 დღე ხო? ხო დაინახე რა უნდა გაგვეკეთებინათ და ეს მცოცავი კალენდარი აღარ გახდება მცოცავი რა. უნდა გაგვეკეთებინა ესე. ეს 12 დღე გადაგვენაწილა უნდა 12 თვეზე. 12 თვის დამთავრების მერე არ არის ზუსტად ახალი წელი. ერთი სრული წელი ხო მაშინ მთავრდება რა. რომ გადაგვეტანა რა. და ის თვე რომელიც იყო 30-ით გავეხადა 31-ით. 31-ით რომელიც იყო 32-ით. და აღარ დააგვიანებდა, ზუსტად იმ დროს მოვიდოდა და ზუსტად დამთავრდებოდა ერთი სრული ბრუნვი. აი ეს მოხდებოდა, სიზუსტე იქნებოდა დასული. და რომ დავთვლილი 365 კი აღარ იქნებოდა, 377 დღე იქნებოდა. ეხლა მე თუ მკითხავ 79 დღეა. 2 ხომ კიდე დაემატა 2 დღე, ხო? იმიტომ რომ 12 დღე კი აღარ არის ხოობა, 14 და კიდე უფრო მეტი. თქვენ ცით ხო? სიტყვით რაც შემძელი ზუსტად გითხარით და მე გეუბნები თქვენ უნდა გაკეთდეს ეგრე და აღსდგება სინქრონიზაცია დედამიწის ენერგოინფორმაციულ ველსა და უსასრულო კვანტურ ველს შორის და ეს სიკეთის მეც არაფერს არ მოიტანს. ახლა დავაკვირდეთ იმას, რაზეც მე ვისაუბრე, რაც საინტერესო შედეგზე გავყავართ. ჯერ ერთი კორექცია დაკავშირებული იყო მარტო დედამიწასთან. ანუ დედამიწას შექონდა ცვლილება, რადგან მისი ორბიტა იზრდებოდა და ის ყოველთვის აგვიანებდა მოსვლას იქ, სადაც უნდა მოსულიყო. ამ კორექციაში ცვლილი არ მიუძღვის არც ვარსკვლავებს, არც მზეს, რაც პირდაპირ გვანახებს იმას, რომ მზეც უძრავია და უძრავია აგრეთვე ვარსკვლავ სისტემაც. წარმოგიდგენიათ? ვარსკვლავი არ მოძრაობენ. არადა დღეს ნებისმიერ ფიზიკოს, ნებისმიერ მეტაფიზიკოს, ნებისმიერ რა ვიცი რა, ვარსკვლავთ მრიცხვას რო გკითხოთ, ყველანი გეტყვით რომ ვარსკვლავები მოძრაობენ. არადა მე ეს უკვე დიდი ხანია მიკვირს, რადგან არსებობს ქალდეველთა რუკა 5000 წლის და ზუსტად ისია ვარსკვლავები განლაგებული ცის თაღზე, როგორც ახლა. და ეს ამას სხვათა შორის იმით ახსნიან, რომ ვარსკვლავები თითქოს იმდენად შორს არიან ჩვენგან, რომ გადაადგილდებიან, მაგრამ ძალიან დიდი სიშორის გამო, ნუ თვალუწვდენელი სიშორის გამო, აქ მხატვრობა თუ არ ჩავდეთ ისაფერი გამოა. აი ჩვენ ვერ ხედავთ ამას რა. მე ძალიან კარგად ვიცი რა სიჩქარეთან მოძრაობენ, რა მოძრაობებია კოსმოსში. და 5000 წლის განმავლობაში
ეს ეფექტი არ გამოჩნდა? მე მაგას არ დავიჯერებ და ვინც იჯერებს დააჯერათ, ახამდე ვაჯერებდით რა. ყველამ კარგად იცით რომ იქნება ეს ასტროლოგიური ცოდნები ტაროს შესახებ, ნუმეროლოგია და სხვები, რომ ეს ცოდნები მოდის უძველესი ცივილიზაციიდან, რომელიც ატლანტიდური ცივილიზაციით არის ცნობილი. ხო და ეხლა შემოვკარგებო, ყველა რო ასტროლოგად გადაიქეცი და ნუმეროლოგად, მე მინდა გითხრათ ერთი რამე, როცა მიხვალ თქვენ ასტროლოგებთან, ამას მე ასტროლოგების გასაგონათაც საუბრობ და ეკრება გამომეხმიანონ. როდესაც ისინი დაკვირდებიან, რომ შეგიდგენენ ასტროლოგიურ სურათს, იწინასწარმეტყველებენ თქვენს ბედის წერას, არ ვიცი ის გადაგარჩენ თუ არა მერე, და ასე შემდეგ, როცა შეგეკითხებიან, რომ უთხრა თქვენ მას, თქვენი დაბადების წელი, თვე და ასე შემდეგ, როგორც ხდება რა, ხო იცით ეგეთ როგორც არის არა? და ისიც ხო იცით, რომ ეს ყველაფერი შორეული წარსულიდან მოდის. ხო და აი ესე შეეკითხეთ. ან ჩემგან გადაეცით მათ რა, რომ როცა გეტყვიან რომელ წელს დაიბადე და რა თვეში და ასე შემდეგ, აუცილებლად უთხარით რა, რომელი კალენდრით უნდა უთხრათ. იულიუსის კალენდრით თუ პაპის კალენდრით რა. აი ეს აუცილებლად შეეკითხეთ რა. მაინტერესებს რას გეტყვიან. ხოდა ერთხელ სამუდამოდ ეს ჩემი თხოვნა იქნება. ამ ვარსკვლავ რიცხვებს ამას სერიოზულად ვიძახი, თვითონ ზოდიაქო რა არის. აბა დროებით შემდეგში ვილაპარაკებ დედამიწაზე.